ნაცმოძრაობის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას მორიგჯერ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ფარას გვერდზე გასაჯაროებული დოკუმენტი ამხელს, რომლითაც ირკვევა, რომ ნაცმოძრაობა ლობისტური ჯგუფის მეშვეობით PR კამპანიას 2025 წლის ივლისიდან დღემდე აწარმოებს. საუბარია სააკაშვილის პარტიის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ნელსონ მალინსის გაწეულ სამუშაოზე. ლობისტური მომსახურება მოიცავდა ისეთ მედიებთან კომუნიკაციას, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და მეგობარი აქტის შესახებ თემის ხელოვნურად აქტუალიზაციას ცდილობდნენ. მათ შორის არიან ვაშინგტონ ეგზამინერი, როიტერსი, ნიუსმაქსი, ზეჰილი და სხვა მედიები. აქედან გამომდინარე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე სწორედ ლობისტური საქმიანობის შედეგია. ეჭვს ამყარებს ისიც, რომ კამიტთან დაკავშირებით სწორედ აღნიშნული მედიები აქტიურობდნენ და BBC-ს დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებდნენ. ქვეყნის წინააღმდეგ ლობისტების დაქირავებაში არაერთხელ მხილებულ ნაცმოძრაობაში ადასტურებენ ფარას მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ნამდვილობას, თუმცა თავის გასამართლებლად ლობიზმში ფულის დახარჯვას საერთაშორისო კონტაქტების აუცილებლობით ამართლებენ. ამბავი არის, როცა გეხმარება კონკრეტული ლობისტური კომპანია, რომელიც გეხმარება შენ კონტაქტების დამყარებაში, არაფერი არაკანონიერი და რაღაც საიდუმლო ამაში არ მიმომდებარეობს და ესეთი რამ აპრობირებულია ამერიკაშიც. უცხოელი აგენტების რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტებით გაირკვა ისიც, რომ ნაცმოძრაობის დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა კონგრესმენებისა და სენატორების ოფისთან. ნაცმოძრაობისა და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი მმართველი გუნდისთვის თავიდან ბოლომდე გაშიფრულია. უმრავლესობის შეფასებით BBC-ს სიყალბე კამიტის გამოყენებაზე. შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მედიის მიერ ლობისტურად იყო მხარდაჭერილი. ამიტომ ფარას კანონი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის აგენტურული პოლიტიკა საზოგადოებამ ცხადად დაინახოს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაზეც არაერთხელ მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ითქვა. ისეთი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგაც უნდათ გარკვეული პოლიტიკის გატარება, დემოკრატიული არჩევნების შედეგების შეცვლა, მათთვის სასურველი, ასე ვთქვათ, მიმართულებით იყენებენ სწორედ სპეცოპერაციებისათვის დამახასიათებელ ჰიბრიდული ომის ყველა ელემენტს. ამ ჰიბრიდული ომის სწორედ ერთ-ერთი რგოლი არის ის, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ ეგრეთ წოდებული BBC-ს სიუჟეტით, მასზე აყოლილი სხვადასხვა მედია, გარეთ თუ შიდა რესურსებით და სხვადასხვა პოლიტიკოსების განცხადებები მათ შორის. თავიდან ბოლომდე არის გაშიფრული ნაცმოძრაობის და მათი პატრონების ეს ლობისტური ტანდემი, რომელიც რომლის მიზანსაც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის, ტყუილების გავრცელება და პროპაგანდა წარმოადგენდა. რომ არა ფარას კანონი ნაციონალური მოძრაობა თავისავე დაძაბულ ნაღმებზე ვერ აფეთქდებოდა. ვხედავთ, რომ არაერთი წლის განმავლობაში ეს ორგანიზაცია ისევ და ისევ გარდან მიღებული დავალების შესაბამისად ცდილობს, რომ მათ შორის ევროკავშირის და ევროპარლამენტის რეზოლუციების დრაფტების კი მოამზადოს და ყველანაირად ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ფარას დოკუმენტის მიხედვით ნაციონალურ მოძრაობასა და კონკრეტულ ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და სხვათა შორის იმას შევასწენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ როდესაც ევროპარლამენტმა უკვე რიგით მე მგონი მე-7 რეზოლუცია მიიღო, უკვე ჩვენი მოქალაქეები ამას ყურადღებას არ აქცევენ. ძალიან ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ ის ტექსტი, რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტულად იმ ლობისტური კომპანიიდან, ვისთანაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს გაფორმებული ხელშეკრულება. ნაციონალური მოძრაობა და მისგან განაყოფი პარტიები, რომ გარე მითითებებით ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, არ ახალია ხალხის ძალისთვის. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით ფარას დოკუმენტებით მორიგჯერ დადასტურდა, რომ რადიკალები ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც საქართველოს დაზიანებას ცდილობენ. ვფიქრობ, რომ BBC-ც არის ერთ-ერთი სწორედ ამ პროექტის შემადგენელი, რომ BBC-მ მტრობის სტიმულირებისთვის შემოაგდო თემა, მაგრამ როგორც ხედავთ, მავნებლობა შიშლდება ისევე, როგორც მათი ძირითადი მტკიცებულების ობიექტი თუთიყუში, ისე რომ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და ასეთი მექანიზმებით უკვე შეუძლებელია, რომ საზოგადოების აზრი შეცვალოს. საზოგადოება კარგად იცის, რომ ესენი თავის ლობისტებთან ერთად არიან მავნებლები და მათი საფუძველი არის ტყუილი და დეზინფორმაცია.
საქართველოს წინააღმდეგ გარეთ თუ შიდა ძალების კოორდინირებული თავდასხმა დიდი ხანია უშედეგოდ მიმდინარეობს. ქართველი რადიკალების ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს შტატებში ამერიკული ფარა, ხოლო საქართველოში მისი ქართული ანალოგი ამხელს.